ამერიკული სანქციების შემდეგ ლუკოილ ჯორჯია საქმიანობას აჩერებს, უფრო კონკრეტულად კი შტატებმა რუსულ ლუკოილს სანქციები დაადო, რომელიც მის ყველა შვილობილ კომპანიაზე, მათ შორის ლუკოილ ჯორჯიაზეც გავრცელდა. რაბედიელის ქართველ ოპერატორს და როგორ შეიძლება აისახოს ლუკოილ ჯორჯიას ბაზრიდან გასვლა ქართული საწვავის ბაზარზე. თემაზე სასაუბროთ ვახტანგ გიობაშვილი, ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვერდება. ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მადლობთ. ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში განმარტებებით დავიწყოთ. გავრცელდა უკვე ინფორმაცია, რომ ლუკოილ ჯორჯია საქმიანობას აჩერებს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ არის. პირველ რიგში თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ეტაპზე და დროის რა მონაკვეთში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, დროის რა მონაკვეთში შეიძლება ვიხილოთ ლუკოილ ჯორჯიას ბაზრიდან გასვლის პროცესი? არაფერი ისეთ იმის გარდა, რომ კარგი არაფერი არ არის, ვთქვათ, ესე ვთქვათ, მოვლენებში, ხო? საქმე იმაშია, რომ ლუკოილი მსოფლიოს მასშტაბით არის ერთ-ერთი გიგანტური, ესე ვთქვათ, ნავთობკომპანია, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში. რას ნიშნავს ვრცელდება? ანუ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს თავისი ქსელი. მათ შორის ამერიკაშიც აქვს ასევე. და სხვათა შორის ამერიკაში 3000-ზე მეტი, ესე ვთქვათ, ავტოგასამართის სადგურია და მე ძალიან მაინტერესებს, რომ კი ბატონო, საქართველოს ხვედრითი წილი იმდენი არ არის, რომ ვთქვათ, ლუკოილი რაიმეთინ დაზარალდეს და ან რაღაცა დაზარალდება ის უფრო მსხვილი და მასშტაბური, ესე ვთქვათ, ურთიერთობებისგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქმე იმაშია, რომ ამერიკას ძალიან დიდი რაოდენობით ავტოგასამართის სადგური აქვს ლუკოილის, ესე ვთქვათ, ბრენდით. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ მეზობლებს თურქეთში და ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის სანავთობო ქვეყანაა აზერბაიჯანი. და აზერბაიჯანშიც საკმაოდ, ესე ვთქვათ, დიდი ქსელი აქვს. და არანაირად, აი რო გითხრათ, მე ეხლა მსმენელი გვისმენს ჩვენ და რაღაც რაიმე საშროება, რაღაცა რაიმე ისეთი იმას ხო არ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, გამოიწვევს უკმაყოფილებას, იმიტომ რომ ლუკოილის ბრენდზე მიჩვეული იყო ხალხი საქართველოში, ქართულ ბაზარზე და ძალიან კარგი პროდუქტი ჰქონდა პრინციპში. მაგრამ ისეთი მაინცა და მაინც ისეთი რაოდენობით მას არ ქონდა არც ესე ვთქვათ ავტოგასამართის სადგურების ქსელი საქართველოში. მას ქონდა 24 საკუთარი ავტოგასამართის სადგური საქართველოს მასშტაბით. ასევე ქონდა 10 ჩაიზინგი და ესე ვთქვათ სადღაც 16 ნაქირეები. ანუ ეს არ არის ის, ესე ვთქვათ, ციფრები, რომ ქართულ ბაზარს რაიმე განსაკუთრებული დააკლდეს. ფასის ნაწილში ასახვას ვერ პოვებს. არა, რა თქმა უნდა, მე მინდა გითხრათ, რომ ერთი წლის, ესე ვთქვათ, მომარაგების რაოდენობა საქართველოს ბაზრის არის 1 მილიონ ტონამდე. და მილიონი ტონა იმისთვის არაფერი არ არის, არც იმისთვის მომწოდებლისთვის და არც მიმღებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდე ერთხელ მე თქვენს ესე ვთქვათ ეთერში ბევრჯერ მithქვამს, რომ ძალიან კარგი გეოგრაფია აქვს საქართველოს, გვაქვს ზღვა, გვაქვს რკინიგზა, გვაქვს სახმელეთო ესე ვთქვათ საზღვრები, გვყავს სანავთობო ქვეყნები ახლო-მახლო და ისეთი ტრაგიკული არც არაფერი არ მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ პირველ ხანებში იქნება მცირედი ესე ვთქვათ, ფასტა ცვალებადობები. და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მალე დარეგულირდება და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ამერიკა თავის ტერიტორიებში ლუკოილზე და აქედან მიხედვით, ამისგან მიხედვით, ჩვენც ვიმოქმედებთ ესე. აი ძალიან საინტერესო გარემოება ახსენეთ, სხვათა შორის გარკვეული ვადა მიეცათ შვილობილ კომპანიებს. ამ ნაწილში თუ მოხდება მათი გასხვისება, თუ არის შესაძლებელი რაიმე ფორმით, რომ ლუკოილ ჯორჯია დარჩეს ბაზარზე, თუმცა სხვა ბრენდის ქვეშ გადასვლით. რა თქმა უნდა, არის ამის ვარიანტი და ამის მსურველებიც ბევრია. მე პირიქით მინდა გითხრათ ის ამბავი, რომ ფეხი არავის გადაუბრუნდეს, თორემ ის შემცვლელი იმ წუთშივე ნანახია ჩათვალეთ რა, იმიტომ რომ ეს ბიზნესია, იმიტომ რომ ეს ბიზნესის კანონებია. აქ არაფერი ახალი არ არის. ის რაოდენობა
რასაც ჩვენთან ვთქვათ ლუკოილის კომპანია და ბრენდით იყიდებოდა და იყო ეს ესე ვთქვათ ქართულ ბაზარზე, იმ რაოდენობას ნებისმიერი კომპანია ცოტ-ცოტა რო შეითავსოს ჩაითვისებს. ანუ მოხდება გამსხვილება ზოგიერთ კომპანიისა. და არაფერი ისეთი არ მოხდება ამ ქვეყანაზე. ეს რაც შეეხება აი ამ ესე ვთქვათ სანქციებასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლუკოილის გარდა სანქცირებულია როსნეფტი. კი ბატონო. როსნეფტი არანაკლები გიგანტია მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ როსნეფტი თავისი ქსელებით და თავისი ავტოგასამართ სადგურებით არ არის წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ იმ ფორმულას კავშირის სახელით, ჩვენი კავშირის სახელით ვაცხადებ, ვიტოვებთ იმ ფორმულას, რომ ქართველი ბიზნესმენები, ქართული სანავთობო კომპანიები, სადაც იაფად ნახავენ, იქ იყიდიან. კი ბატონო, არსებულმა განცხადებამ და სანქციების გასაჯაროებამ უკვე ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი. რა თქმა უნდა მოახდენს. კი ბატონო, ნავთობის ფასი უკვე წავიდა ზევით. ორი მიმართულებით დაგისვამთ კითხვას. პირველ რიგში რა დროის რა მონაკვეთი შეიძლება გაგრძელდეს ფასების მატება გლობალურ ბაზრებზე და ველოდებით თუ არა რომ აი ეს პროცესები გადაითარგმნოს და გადმოითარგმნოს უკვე ქართულ საწვავის ბაზარზე. სანავთობო ბაზრები მყისიერად მგრძნობიარე, ესე ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმია. მე რომ გითხრათ თქვენ, რომ ეს ძალიან მალე შეივსება და დაალაგდება და დასტაბილურდება, იქნები მართალი. საქმე იმაშია, რომ ლუკოილის გარდა, რუსული ნავთობის გარდა ძალიან ბევრია სანავთობო ქვეყნები სამყაროში. მათ შორის არაბული ქვეყნები, კი ბატონო. მათ შორის აფრიკული ქვეყნები, მათ შორის ესე ვთქვათ სამხრეთ ამერიკული კონტინგენტი და მათ შორის ვენესუელა და ევროპული ქვეყნები წარმოიდგინეთ, რომ ნორვეგია სერიოზული მოთამაშეა სანავთობო ბაზრებზე, ხო? მაგრამ ამას უნდა ესე ვთქვათ გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ ჩინეთმა უკვე შეამცირა საგზნობლად რუსული ნავთობის მოხმარება. ასევე არ ჩამორჩა და შეამცირა ნავთობის მოხმარება ინდოეთმა და ინდოეთი მოგეხსენება ძალიან დიდი ქვეყანაა, არანაკლები ჩინეთის ჩინური მოთხოვნილებებისა. აქედან გამომდინარე მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ის დანაკლისი ესე ვთქვათ სოფლიო ბირჟებზე, რაც მე ვფიქრობ ჩემი აზრით, რომ ძალიან მალე შეივსება. კვოტები მოემატება იმ სანავთობო ქვეყნებს, რომ უფრო მეტი რაოდენობით მიაწოდონ ნავთობი. ნავთობი ჩვენ როგორ ავართ მიჩვეული? ნავთობი იმატებს, ფასი რეგულირდება. ნავთობის დეფიციტი იქნება, იმ წუთში იგრძნობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ტრამპის ესე ვთქვათ ეს განკარგულება იმ სანავთობო ბაზრებს ძალიან მალე ხვალ თუ არა ზეგ მიეწოდება ის განკარგულება და ის თხოვნა რომ მოუმატონ ესე ვთქვათ ნავთობის მოპოვებას. კი ბატონო ვახტანგ, ბოლოს მინდა გკითხოთ აქამდე ჩვენ ვაკვირდებოდით არაერთ სქემას რუსული ნავთობის ჭრდილოვანი გზებით მიწოდებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზარზე. აი ამ სანქციების შემდეგ, აი ამ ნაბიჯის შემდეგ, რომელიც სულ ახალ-ახალს გადადგა შტატებმა, როგორ გონიათ, რამდენად დარჩება რუსეთს ბერკეტები, რომ საკუთარი ნედლეული ნავთობის სახით მაინც მიაწოდოს გარკვეული არხებით საერთაშორისო ბაზრებს? თუ ესე ვთქვათ, მივაქცევთ ყურადღებას თვითონ რუსეთის ესე ვთქვათ დღევანდელ სიტუაციას. თვითონ რუსეთში არის დეფიციტი შექმნილი. მე მხედველობაში მაქვს მოხმარების დეფიციტი არის შექმნილი თვითონ რუსეთში. და მე მინდა გითხრათ, რომ ის ქარხნები, რომლებიც გიგანტური ქარხნები, რომლებიც მუშაობდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები საერთოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ფაქტიურად ლომის სილი გამოყვანილია მწყობრიდან და თვითონ რუსეთს ძალიან დიდ ქალაქებში უკვე შექმნილი აქვს პრობლემები. მე მხედველობაში მაქვს ბენზინისა და დიზელის მიწოდება, ხო? ეხლა თუ იმას გავითვალისწინებთ,
როცა თვითონ აქვს დეფიციტი ქვეყანას, მოხმარების დეფიციტი, გასატანიც იმდენი არაფერი აღარ რჩება. თქვენ რა გონიათ ის შეზღუდვა, რაც ჩვენ შეგზღუდა რუსეთმა და ბენზინ დიზელი შეაჩერა საქართველოს ესე ვთქვათ ექსპორტი, რა, კაი ცხოვრებიდან ქონდა ეს ყველაფერი? არა, სინამდვილეში და გააკეთა ის ტრიუკი, რომ გაგვაჩერა. მით უმეტეს, რომ ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი კოლოსალური მომხმარებელი ამ სოფლიო სანავთობო, ესე ვთქვათ, ბაზრებისა, ხო? მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩინეთმა მოთხოვნას მოუკლო რუსული ნავთობისა. არ არის გამორიცხული, რომ სულ შეაჩეროს. ეხლა არც ჩინეთს არ ჭირდება დიდი პრობლემები ამერიკასთან დაპირისპირება და ასე შემდეგ. მით უმეტეს, რომ მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ ცოტა დავწნარდეთ, აღარ გვინდა ომი. ეს ხო ყველაფერი გამოწვეულია ომიდან, ესე ვთქვათ, მისი ესე ვთქვათ, ომის მდგომარეობებიდან, ხო? საქმე იმაშია, რომ დაიღალა სამყარო დაიღალა უკვე. დაიღალა იმით, ჩვენ ნავთობიც გვინდა და ჩვენ ნავთობპროდუქტებიც გვინდა. და გვინდა ცხოვრება, თანამედროვე ცხოვრება 21 საუკუნეში. და ეს მეთოდები, რომელი მეთოდებსაც ჩვენ ყოველდღიურად ფაქტიურად უყურებთ, რაკეტები, რა ქვია, ტანკები, აღარ გვინდა, ამოვიდა კისერში. ბატონო ვახტანგ, მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ვახტანგ იუბაშვილი ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო. ჩვენთან ერთად დავსაუბრობდით ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ლუკოილს დაუწესა შეერთებულმა შტატებმა და რომელიც, რა თქმა უნდა, ლუკოილის შვილობილ კომპანია ლუკოილ ჯორჯიასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ლუკოილს ერთი თვის ვადა აქვს დარჩენილი იმისათვის, რათა ბაზარზე ოპერირება შეაჩეროს.